სალამი მეგობრებო, დაუბრუნდით Open Front-ის ვიდეოებს. თუ გაინტერესებთ ესე რატო გამოვიყურები, ჩემ თავს შევპირდი, რომ წეს არ გავიპარსავდი, სანამ Minecraft-ს არ მორჩებოდი, აქედან გამომდინარე დავჭით ესე. თუმცა ვიდეოებში მინდა რომ დაუბრუნდით, ვიცი დიდი ხანი არ დავდე და როგორც წინაზე გამომივიდა, რომ 3 თვე დავიკიდე YouTube-ი ეგრე არ მინდა. მაგრამ ვერთობი ვიდეოების გადაღებით და იმედი მაქვს, რომ თქვენც ერთობით. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავიწყოთ. აფრიკის რუკაზე ვარ, 95 თამაშიანი თამაში არის. კარგი ტერიტორია ცოტა რთული არის რომ ამ რუკაზე დაიპყრო, მაგრამ შევეცდები რომ წავიდეთ. მადაგასკარში ადგილი არ არის. დიახ, წამოვიდეთ. იმჩიანი ტერიტორია არის და ესეთი უფრო რთული იქნება, გაფართოება უფრო ნელა მოძრაობენ ჯარისკაცები ესეთ რთულ რელიეფზე, მაგრამ ბევრი ბოტის და ანექსაციის პერსპექტივა გვექნება, ასევე ნიჟერის NPC-ც აქვე არის. უახლოესი მეორე NPC ლიბია არის, რაც მთლად კარგი არ არის, ერთი NPC საკმარისი არც არის. 10000 ჯარისკაცი ავაგროვეთ, შეგვიძლია უკვე ვიდერნში გამითარდეთ, უნდა დაელოდო ამ თამაშის მუღამი ის არის, რომ უნდა აკონტროლო შენი ჯარისკაცების რაოდენობა და მათი რეგენერაციის სიჩქარე არის დამოკიდებული მაქსიმალური რაოდენობის რა პროცენტი გაქვს. აქედან გამომდინარე რაღაც შუალედში უნდა იცეკო და ითამაშო მოკლედ რა. ანექსაციების პერსპექტივა გვაქვს. რომაულ settlements შევუტევთ ეგრევე, როგორც კი ჩვენ ჯარისკაცები აი 28000 ავიდეთ და შეგვიძლია შევუდიოთ. უკვე შეგვიძლია ავიდეთ ზემოთ, რაც შეიძლება მალე გვინდა რომ ავიდეთ, იმიტომ უტევ ამდენი ჯარისკაცით რომ ავასწრო აი ამ მოთამაშეს მაგალითად. მიუხედავად იმისა, რომ ჯარისკაცები არ ყავს, ბევრი მოთამაშე ესე აქტიურად ეგრევე უტევენ ხოლმე სხვა ბოტებს და ანუ გინადგურებენ მე პერსპექტივებს, რომ შენ თვითონ მიაღწევ შენ მიზნებს ანექსაციები და ასე შემდეგ. ამასთან მეგობრებო არ მინდა, იმიტომ რომ ძალიან სუსტი არის. მოდი ბოტის მოპარვა შევეცადოთ აქა. და წარმატებულები ვართ. პირველი ქალაქი მზად არის, უკვე გაიხსნის წინ მზად იყო, მგონი, მაგრამ ანუ ვიზარმაცეთ, ვისაჭკავეთ. მეგობრობა ამასთან არ გვინდა, იმიტომ რომ ძალიან სუსტი და როგორც წინს ცუდი მოთამაშეც არის, იმიტომ რომ უზომოდ ცოტა ჯარისკაცი ყავს, არ არის კარგი. ამასთან მეგობრობა გვაწყობს ქალაქი აქ, კარგად თამაშობს, როგორც ჩანს. ჯერჯერობით, როგორც ვამჩნევ. ვერ ვპარავთ ბოტებს. Fires ერთი ქალაქის ფული აქვს. ჩვენ მეორე ქალაქის ფული გვაქვს და მინდა რომ ამასთან ავაშენო ახლოს. და მოდი ვოცვე მეგობრებო და ბოლომდე გადავინაცვლოთ უფრო ჩრდილოეთისკენ. უსაფრთხოდ იყოთ. ამას ერთი ქალაქი აქვს. მოდი ამასაც ვემეგობროთ და შეგვიძლია უკვე NPC-ებზე და ალჟირზე და სხვა ბოტებზე გადავინაცვლოთ. როცა მშვიდად ვილაშქროთ რა, გამით მშვიდად გვეძინოს და ასე შემდეგ. Fires ქალაქის აშენება არ უნდა რატომღაც. აშკარად სოფლის მეურნეობა საწובה, მაგრამ არ ვიცი რამდენად წარმატებული იქნება ეს ყველაფერი. ალჟირის შეტევა ჯობია თუ ნიჟერის? ოკეი, ნიჟერი ჯობია მგონი. არა, უტევს, ყველა უტევს, ყველა არის აგრესიული. ოკეი. ცოტა ხანი დავალოთ მე. ცოტა ხანი, ძალიან ცოტა ხანი. ხარხნის აშენება ჩვენ მოგვიწევს, რაც ძალიან არ მომწონს, თუმცა ოკეი, ალჟირის ძალიან ცოტა თუფი ყავს, ძალიან კარგი. შანსი მოგვეცა რომ ქალაქი დავიპყროთ უფასოდ. ოკეი, დავფინჩეთ. ანონს ვემეგობროთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჯარისკაცი ყავს და მე მინდა რომ ნიჟერზე წავიდე და ლიბიისკენ გადავიდე და Fires შევუტიო. Fires 400000 გოლდი აქვს და ერთი წელი დეფენს პოსტი აქვს აშენებული, რაც დიდი ალბათობით იმას შევს, რომ უბრალოდ ახალი მოთამაშე არის, არაფერი განსაკუთრებული არ არის აქ. გადავინაცვლოთ ნიჟერზე, ეგრევე დავფინჩეთ ეს უზომოდი ტერიტორია, რაც საკმაოდ სარგებლიანი არის ჩვენთვის. ეხლა მე მინდა რამენად ქარხნის პერსპექტივები რო გქონდეს. ლიბია SOS-ო, აი. ქარხანა უნდა ავაშენოთ. სხვა გზა არ არის ფიზიკურად. მოროკო შეგვიძლია ჩვენ შემდეგი მსხვერპლი იყოს. მოსწორე ქალაქია, კარგად არდებს, სავაჭრო ტერიტორიები. ქალაქის აშენების ფული არ გვაქვს. ანა. წავედით ნიჟერზე. დავასრულოთ ჩვენი საქმე და შემდეგი მოროკო იქნება ჩვენი მსხვერპლი. ამასთან მეგობრებო არ მინდა ორი ქალაქი ძალიან ზუსტი არის. HIV-ის ვირუსი მოდი დაუმეგობრდეთ, ოკეი. გონი შესწავლა დაუშვით, ახლა რომ შევუტე. ოკეი, დაუგვიმებდა, ძალიან კარგი. ჩვენი 200000 ჯარისკაცით შეგვიძლია მოროკოსთან ავიდეთ ახლა. ამისი წესით არ მეშინია სუსი. იმიტომ რომ ორი ქალაქი აქვს მხოლოდ და
1-2 defense post-ი საკმარისად შეანელებს თან უფრო ესეთი მის უსწორმასწორო რელიეფი არის. აკრეგამნე დიდად არ მატარებს. ეს მოღალატე არის, ამას 40000 სტრუფი ყავს, ამას არაფერი არ აქვს. საკმაოდ ესეთი წვნიანი სხერფლები არიან, ითხოვე რომ შეუტიო რაც. მოდი ამას დავამეგობრდეთ და ზემოთ ავიდეთ მე ჩვენ. იმიტომ რომ საკმარისი ადამიანი არის ჩვენ სამიზნეში. ოკეი, კიდე ერთხელ ღალატობს, ძალიან აგრესიული მოღალატე არის იმენა. ოკეი, კარგი. ავიდეთ ზემოთ. ცოტა უცნაური არის, მაგრამ ნუ რას ვიზოთ, ამას მეგობრობა უნდა. არავითარ შემთხვევაში. ქალაქი არავინ არ აშენებს გახნებს. ცოტა სამოყვა მეზობლები ყავს ეკონომიკური პერსპექტივით. თვალსაზრისით უბრალოდ. სოზეს ბევრი ჯარისკაცი ყავს, ფაერსაც ბევრი ყავს. ყველაზე ნაკლები ამ ტიპს აქვს და მოდი ამას კიდე ერთი დეფენს პოსტი აუშენოთ აგერ. და შეგვიძლია ამაზე გადავინაცვლოთ. კიდე ერთი დეფენს პოსტი ფული გამქონდეს კარგი იქნებოდა, თუმცა არ ამგონია რომ ერთდროულად პირანიები ვიჩემოგვიტიონ, ეგეთი კოორდინირების საშუალება არ ამგონია გქონდეთ. ფაერი კი უნდა მეგობრებო, მაგრამ ფაქტობრივად ჩავყლაპე შემოვუარე, ალყა შემოვარტყი და არ დიდად არ მეხალისება ეხლა ამასთან მეგობრებო, ზემოთ ავიდეთ, მოდი ეს კონსოლი დავაკურდოთ თან ქალაქიც დავითრიოთ ჩვენი. მედია მე მივასწრებ პირველი და ქარხანა თუ უნდა მაგის იყოს ძალიან კარგი იდეალური. კარგი, როგორც კი დაგვიბრუნდება ჩვენ ჯარისკაცები შეგვიძლია ამას 3 აქვს, ამას 3 აქვს, ამას დეფენს პოსტები აქვს, ამასაც დეფენს პოსტები აქვს. ფაქტობრივად ზუსტ იდენტური მოთამაშეები არიან. მაგრამ ინდუსტრიალიზირება არ შეგვიძლია და ძალიან მაწუხებს ეგ ფაქტი და უკვე ნერვიულობას ვიწყებ. მოდი ეს აქ ესე ავაშენოთ და შევუტიოთ ესპანეთს. აი ორთან რო გავაახლებთ შეგვიძლია. ოკეი, თუ არ განმიეხლა უკვე პრობლემები გვექნება მეგობარო. სუზეს ალიანსი უნდა ანახონდეს. ოღონდ სუზეს შეგვიძლია გადავინაცვლოთ. მოდი აქ ერთ წელ დეფენს პოსტს დავდებ და შევუტევ სუზეს რომ უცბად მოვიცილოთ. კიდევ ერთხელ დავაკლიკებ წესით თანაბარი ტრუპები გვექნება და არ უნდა იყოს პრობლემა. დაგვა full send და არ გვადარდებს იმედია ეგ. Fireთან ალიანსი არ მაწყენდა მე, მოდი Fires დავამეგობრდეთ და იქნება მიტოქონდრია გავხადოთ ახლა მომავალში ესეთ ალყას შემოვარტყათ და ჩვენი ტერიტორიის შეგით რო იქნება უკვე საფრთხესაც აღარ წარმოადგენს, იმიტომ რომ შემოგვიტია What-თანაც ვიმეგობრთ, მოდი. Okay, what-ი დავგვიმეგობრდა ძალიან კარგი. Spain-ს იმედია გონია რომ უბრალოდ დებილი ვარ. და არა ბოროტი. ეგ არის ჩვენი მიზანი ახლა რომ მოაჩვენოთ თითქოს ყურადღება გვაქვს გაფანტული და ვერ მომჩნევთ და არა ის რომ დორბლები მომდის სისხლის სუნზე და აი ეგრევე ვეცემი ახლა დამშეული პანტერასავით. მიკროფონი იმედია ჩართულია და ხმა ისმის ჩემი. ესპანია. ესპანეთის კოლონია იყო აფრიკის ამ ტერიტორიაზე, ანუ ისტორიული სიზუსტით არის ეს NPC-ები თუ უბრალოდ რენდომულად არის დაგენერებული, იმიტომ რომ საქართველოს ადგილზე არის ხოლმე ყოველთვის რა არ ვიცი, სხვა რამე ინფორმაცია თუ არის აქ. ბოდიში მეგობარო. ტრანსპოსტები ავაჩვენოთ. იმედია არ გადაწყვეტს რომ, ოკეი, მეგობრებო, ძალიან კარგი. შეგვიძლია მშვიდად გავფართოვდეთ. ქვემოთ რა ხდება? Low cow low ვიღაცა მეგობრება და მოსაზღვრე არის და ძალიან ძლიერი არის. Charlie. ჩვენ ვართ Charlie. ოკეი, ესპანეთის საბოლოო კილი მოვიპოვეთ. არ იყო საბოლოო კილი, აქ კუნძული აქვს როგორც ჩანს. შეგვიძლია უკვე ეს დავიპყროთ და ნელ-ნელა დავამარტივოთ ჩვენი ტერიტორია. HRV-სთან ალიანსის რენევალი ნამდვილად მინდა. და საკმაოდ ძლიერი არის. Okay. Worship-ი გავუშვათ აგერ. და ეს კუნძულები მინდა რომ საბოლოოდ დავიპყრო, რომ ანაერი კურიოზული პირატული სქემები არ მოგვიწყოს ახლა ამან. და ჩვენც რო გქონდეს ჩვენი ბაზა. სარგებლიანი არის მაინც. ბაზარ გქონდეს, გავიდეს სპეინი ძალიან კარგი. შეგვიძლია გავხსნათ ფოტოები და
შეგვიძლია აუშვოთ პატარა ნავი, რომ არემ ყველა კუნძული ჩვენი იყოს. აქ რა ფერის ბოჭკები დადიან, ყველასთან მეგობროთ ფაქტობრივად ალიანსები გვაქვს. აქედან მომდინარე არ არის ხა მიზანში წავლილი, რომ რამე პირატულ სქემებს მივაწოდოთ ჩვენ თვითონ. ეხლა ჩვენი მიზანი არის ინდუსტრიალიზაცია, უნდა ავაშენოთ გზები, ქარხნები და ქალაქები. მეტი სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არის. უნდა დავაკავშიროთ მთლიანი ნეტვორკი ერთმანეთთან, რაც ძალიან წინს რომ მიწევს მაგის კეთება, იმიტომ რომ სუდად დაკავშირებული ქალაქები მაქვს რეალურად HIV, ენონი. აი შემდეგი მსხვერპლი STB უნდა იყოს, არა აქვს ფული სწრაფი პორტის და ვორშიფებისიც და არც ბომბის ხო საერთოდ და მინდა რომ ეგრევე ჩავიდე და ნელ-ნელა ესე წავუყვე სანაპიროს და ისე მოკლა. იმედია რომ ვერ მოასწრებს აქ პორტის აშენებას, ან იმედია რომ ყურადღებას არ აქცევს საერთოდ. იმიტომ რომ საკმაოდ ჩქარა აგროვებს უკვე ფულს 2 მილიონზე ავიდა, რაც 800,000-ზე იყო ცოტა ხანს, მაგრამ მoni ყურადღებას არც აქცევს. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. მალევე შეგვიძლია რომ როგორც კი ჩავა ჩვენი ნავი ეგრევე ვაიმეს რა გააკეთა. რატო დავახულცენდა? რა მოხდა? ღმერთო მაღალო, რა გააჩალიჩა ხა ამან. თან ანუ მოღალატეც არ არის, არაფერი არ არის, პირდაპირ შეუდია დავახულცენდა. შენ მაინც უღალატე შეჭამა და მე მიგღალატებ შენ. აიმე, ეს სტრეს სერიოზული ტრაგედია არის ხა ამას როგორ გადავუჭე? ფაიბერი მოღალატე არის. ვიღაცა იბომბება, იმედია მე არა. არავინ მოკლად თან არ მაქვს საზღვრები. შეიძლება ორთან ჩავიდე. იმიტომ რომ 400,000 რუპი კი აქვს, მაგრამ აშკარად ვიღაცასთან აქტიურად ომობს ეხა და იმედი მაქვს რომ უფრო გაღვივდება ეხა ამათი კონფლიქტი. და ეგეცალეს ეს ვინ არის? ფაიბერი. ოკეი, მოკდა. HIV, WOT-ი. ორის მოკლის ტრაგი მე არ მაქვს მეგობრებო. მოგატყუებთ. ძალიან მალე დაიბრუნა თავის ჯარისკაცები და უბრალოდ სხვა ვარიანტი არ მაქვს. ეხა იმდენად დებილი თუ არის რომ თვითონ შემომიტიოს და რეალურად არც გამიკვირდება, ამიტომ მოდი, ოკეი. აი what's ვერც ამას ვერ შევუდოთ, იმიტომ რომ წყალბადის ბომბას აგროვებს, მაგრამ სხვა ვარიანტი უბრალოდ არ გვაქვს. რომელჯერ პაციფისტები არა ვიცი შტოში 5 მილიონამდე ავა. კარგი. ფაქტობრივად ისე გამოვიდა რომ ეხა 7 უფრო ეკონომიკური მიდგეიმი გვექნება აქ. ანონიც არ ამგონია რომ ოდესმე საფრთხის ქვეშ იყოს, ანუ იმდენად ზუსტი იყოს რომ ჩვენ შეძლოთ მისი მოკლა. აქედან გამომდინარე მოდი 7 რა მოხდა, ვიღაცა მიგალატა, ოკეი. ეს ორი ძალიან აგრესიულად αφულცენდებს ყველას, ან მთლიან ჯარისკაცებს ყველას უგზავნებს და მოდი აქ ჩავაგზავნოთ ესა, უწოდო ტერიტორიები და მინარები დავკვროთ, მაგრამ ალიანსი გავუგზავნოთ. ოკეი, მიტოქონდრია გამოვიდა ფაქტობრივად. ცოტა უფრო ადრე რომ მიიღო ალიანსი კარგი იქნებოდა, ტერიტორია უფრო მეტი იქნებოდა, მაგრამ ეს ხო რა გზა არის. HIV-ს ვერ შევუტევთ. ანონთან ალიანსი ყველა ვარიანტი გჭირდება. მოდი ვუთხრათ რომ ქარხნები გვინდა და არაფერი დებილობა არ გააკეთოს, იმიტომ რომ 2 ცალი წყალბადის ბომბის ფული მაქვს და მართლა სისულელე იქნება, ეხლა რომ შემომიტიოს. სკდება მაგრამ არ გვაინტერესებს. ძმა რას აკეთებ? კარგი, მოვემზადოთ ჩვენი მეგობრება არ ვიცი. იჩავის და მეგობრებთ. ოკეი. უბრალოდ ყურადღება გაიფანა, ძალიან კარგი. დაბალანსებული end game-ი არის, ანუ ისეთი დიდი უპირატესობა დიდად ამას ამდენი აქ, ცოტა თანაბრადო HIV თუ მოკლა ანტი უკვე სერიოზული პრობლემები გვექნება და ეხლა მე ეგრევე defense post-ები ნავაშენო აქ წინასწარ რომ უცბად არ გამომახდეს. DS მოკლათ ეგრევე, ცოტა ტერიტორიები გავიფართოვოთ. ისე შევა. defense post-ები ავაშენოთ. და შეგვიძლია უკვე ეკონომიკას მიხედავთ. ეხლა ქარხნები უნდა დავაკავშიროთ ერთმანეთს. ქარხნები, ქალაქები. ეტი არაფერი არ არის მნიშვნელოვანი სხვა. ესე. ყველანაირი ქალაქი უნდა დავაკავშიროთ ერთმანეთს. იდეალური. ესენი ამობენ ერთმანეთში. შეგვიძლია
ამ გზაზე რო გავაშენოთ ქალაქი კარგი იქნება. გაშებულია ნეტვორკი. ეს ქალაქი არის და ესენი შეგვიძლია დავაკავშიროთ და წესით მთლიანი სელი მზად უნდა იყოს. აი, შეგვიძლია ავაშენოთ. HIV request to attack ენტიო კი ვიცი რომ უნდა ვქნა, მაგრამ რამდენად შემიძლია ეგ არის საკითხი. შევეცდები რომ ავაშენო ბევრი 71 ქალაქი აქვს, მეგობრებო, ძალიან საშიში ადამიანი არის. რაც შეიძლება ბევრი defense post-ი უნდა აუშენო ხა ამას რომ უბრალოდ აეზაროს ჩვენი შეტევა. და ასევე Mervis pulits აქვს. რეალურად არაფერი არ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, ანუ არ ამგონია რომ იჩავი გვეუბნება, მაგრამ მე მინდა რომ ამათმა შეუტიონ. ესენი თუ უღალატებენ და შეუტევენ, მეც უღალატებ და შეუტევ. უბრალოდ მარტო ვერ ვიზა ვერაფერს. მე როგორც კი ამას უღალატებ, ეგრევე ესენი ვერ მიხვდებიან რომ მე თამაშის შენარჩუნება მინდა, მაგრამ ასევე არ უტევენ, იმიტომ რომ 25 მილიონზე მეტი აქვს და Mervis როლა შეუძლია. უკაცრავად. სპრაი ფანტასტიკო. გამომიშალე. შემდეგი სხვა პლეიერი მაგრამ ჩვენ ვართ. მე და ანონი თანაბრადოთ, მაგრამ რატომღაც გონია რომ უფრო საფრთხე არის, რამდენი ფული. ადამიანს ალიანსი უნდა, ყველასთან ალიანსი მინდა მე ხა რეალურად, იმიტომ რომ უბრალოდ ფული უნდა ვიშოვოთ, რაც შეიძლება ბევრი. ჩვენი პირველ რიგში მიზანი არის ეგ. ფული. არაფერი. არაფერი არ მნიშვნელოვანია ამ ცხოვრებაში. არც ამ თამაში, არც ცხოვრებაში. 40 მილიონი აქ უკვე. 25-ზე რა ვიდეთ, კარგი იქნებოდა. ამასთან კომპლექს მე არ ვაპირებ, თუმცა ძალიან წვნიანი და მიმზიდველი სტაკი აქვს 13 ქალაქის, რომელსაც მარტივად შეიძლება რომ შეუტიო. მაგრამ არ მინდა გარისკვა, მოდი ეს enemy worship-ი არის აქ, რატომღაც მოდი აქ ჩვენი პორტი ავაშენოთ. ანტი სავარაუდოდ გადაგვივლის ახლა ჩვენ. თუ იქნება მომენტი, როცა 25 მილიონამდე თუ ავედით, ეგრევე შეგვიძლია რომ ესროლოთ. და თუ ალიანს არ დაგვირენიუებს, ეგრევე უნდა დავბომბოთ, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ მოვიგებთ და ეჭვი მაქვს, რომც არ მოგეთეს თამაში, მინდა რომ დავდო. ოკეი. რენიუალი გავუგზავნოთ და ეგრევე ეგრევე საინტერესოა ძალიან. არ ვიცი ეს თამაში როგორ განვითარდება. ინფრასტრუქტურა ამას ძალიან კარგი. ეს ტიპი ყავს მინიონად და ეს ტიპი კიდე ცალკე არის ეკონომიკური ძრავი აქვს ძალიან დიდი და ძლიერი, რაც არ მომწონს არანაირად. ეს არ არის კარგი, მეგობრებო, არ არის კარგი არანაირად. გავაკავშირებ ყველაფერი. ეს ძალიან ცუდი მეზობელია სამწუხაროდ. იმიტომ რომ ყველა ქალაქს აშენებს აქ. და არა აქვს არანაირი ნეტვორკი, რომ ააშენოს რამე. და ფული ვიშოვოთ ერთად, არა და ამარტივად შეგვეძლებოდა ფული შევნა. ანონის იმედზე უნდა ვიყავ ფაქტობრივად. ანონი ყველასთან მეგობრებო, ხა არ შეგილია რომ შემომიტიო მეგობარო. უბრალოდ არ გაქვს საშუალება და გეხვეწები ნუატრაკებ. დამირენიუო ჯიგარო. აი მე მეგობარო, გაიყვიძე. ამან თუ დამბომბა ვის ღალატობს, ანტის ღალატობს, ოკეი. ეგრევე უნდა შევუტიოთ ამას, იმიტომ რომ მე უნდა გავთანაბრდე ხა. კი, კარგი რაღაც გააკეთა, ანუ იმენა ღირსეულად მოიქცა, მაგრამ უბრალოდ ვერ დავტოვებ ესე. ოკეი, მორვი შეუტია. ეხა ეს უკანესთვის მორვს ესით, მე რატომ ანუ იდეაში ხომ უღალატე, რა თქმა უნდა მომბას. სოლნელი იყო. ყველა იბომბება, მე ამას არ უღალატებ, ხა მე ამას უღალატებ, ახლა მომავალში მაცადეთ. მორვის ფული არ მაქვს, თუმცა ქალაქები, რამდენი აქვს ამას ფული? როგორც კი ამ ტიპს მოკლავ, ეგრევე უღალატებ და ჩავალ და შეგვიძლია მგონი თამაში მოვიგოთ. აქ დინარეები არის ძალიან ბევრი, რაც ძალიან მაღიზიანებს. Full sandy ეგრევე. ოკეი, ბომბავს საკმაოდ აგრესიულად, თუმცა არ მგონია რომ მე მოღალატე ვარ კი. დამოვიდა რომ ოკეი,
არ არის კარგი იდეა. ზია გადავბომბოთ ეხა ეს ყველაფერი. იტო და არ მიზიდავს ის ფაქტი, რომ ამდენი ფული აქვს ამას, მაგრამ აღარ აქვს ფული, ჩვენ 29 მილიონი გვაქვს და ეს ქალაქები არიან ჩვენი გადამჩენი. იმანო ამას უღალატ და გიჟივით. რეალურად ოკეი, ამას მეგობრებო და რატო არ? ოკეი, ძალიან კარგი. ქალაქი ჩვენზე მეტი არ აქვს, მაგრამ ფული არ აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამის ქალაქები რა დაგვიყვება რა ხდება? ფული აქვს. მოდი ვამეგობროთ ამას. ყველაზე მეტი ფული ხო გვაქვს ჩვენ. ჩვენი მიზანი არის რომ ეკონომიკა შევნაჩვენოთ. ოკეი, ამას მეგობრები აღარ ყავს მგონი. ანა, ყავს ჩვენ სამნი ვართ ეხა end game-ში, მაგრამ დიდი ალბათობით ჩვენი მოსაგები ხელი არის ეს. და ძალიან მეშინია ეხლა რომ არ ჩავიდო. იმიტომ რომ ანუ ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ტესტი. სისულე მე უნდა ვითამაშო ცუდად რომ ეს წავაგო ან იმათმა უნდა ითამაშონ საოცრად კარგად. ავაშენოთ აქ საილოები რომ მარტივად შევძლოთ მე და ოკეი უნდა განვაახლოთ ჩვენი ქარხნის ნეტვორკი. უზომოდ მნიშვნელოვანი არის ეხლა რომ უნდა ვივაჭოთ ძალიან აქტიურად. აი რაც შეიძლება მალე რაც შეიძლება ზემოთ ჩილოეთისკენ ავწევ. აქ ქარხნები გვაქვს, კიდე ერთ ქალაქს ავაშენებ აქ. ბოუთების გაგზავნა მინდა აქ-იქ. რომ უფრო მარტივად შევძლო მერე ტერიტორიების და ანუ ეგრევე შეტევა რა რომ ანუ ნავების გაგზავნა არ მომიწიოს და იმედი მაქვს რომ enemy warship-ს და იმედი აქვს რომ ვერ დაინახავენ ვერავინ. და მე ჩუმად შევიპარები ამ დაბომბილ ტერიტორიაზე. იმიტომ რომ ალიანსი როცა ვიღაცასთან იმასთან ნავის გაგზავნა რა თქმა უნდა არ შეგიძლია, მაგრამ თუ დაბომბილი არის, არავის ტერიტორია არ არის ეგ და უკვე თავისუფლად შეგიძლია რომ დაიპყრო. ერთხელ დავაკლიკოთ და ჩვენ მივდევნეს. ფული ვის რამდენია, ყველაზე მეტი ჩვენ გვაქვს საბედნიეროდ. ცა ესე თლად მარტივი სიტუაცია და პოზიცია არ არის. ჯერჯერობით ჩვენი ბოუთები ცოცხალია და ერთი ბოუთი უკვე მივიდა, ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ენტირაშება რამდენი თრუპი ყავს. ქალაქების რაოდენობით ცოტათი უწევთ, მაგრამ იმით გვისწრებს რა ქვია მიწის რაოდენობით ფართობით. გონი ალიანსი არ უნდა აღვიღო ანონთან. ჩემი აზრით შესაძლოა დავუშვით. მოდი გოლდით გავანაწილებ მე ხა ამას. რა ხდება ვარ მე? კი. მოდი კიდე ერთი ნავი გავუშვით აქ და წესით გვეყოფა ნავები. და ანუ უკვე შევძლებთ რომ და მოდი ერთი მადაგასკარშიც პარემ. უკვე შევძლებთ რომ ძალიან დიდი ხანი დაჭირდება იქ წესვას, მაგრამ მარტივად შევძლებთ რომ მოდი მე ხა ფულს არ დავხარჯავ. შევინახავ მორბისთვის. იმედი მექნება რომ ამას აღარ დარჩება საერთოდ. ოკეი. ეხლა ჩვენი მიზანი არის 55 მილიონზე ავიდეთ. ბომბი დავდოთ აქ. 55 მილიონზე ავიდეთ. ეგრევე მოიცა აქ დავდებ ვაფშე და და ეგრევე დავმობოთ ეს და მე ვუღალატოთ ანონს და ანონს შევუტიოთ. ეგ არის მნიშვნელოვანი. იმას არ უნდა შევუტიოთ, იმიტომ რომ მე ეს გაგვანადგურებს აქედან გამომდინარე, როგორც კი 55-ზე ვარ, ეგრევე დავბომბო ეხლა მე ამას. და იმედი მაქვს რომ წარმატებული იქნება, იმიტომ რომ სხვა გზა არ გვაქვს უბრალოდ. 3 2 1 ბუმ. ალატობთ ამას. დაიბომბა, ეგრევე შევუდიეთ ამას პონდე. ოკეი. ვიპყრობთ, შეგვიძლია ამასთან ჩავიდეთ ახლა ბოლომდე. ყველგან გვე ტერიტორია წესით. Never mind, მოგატყუეთ. მაგრამ გონი პერსპექტივა არის სერიოზული რომ ავიდეთ. ფული აქვს, თუმცა იმდენი არა რომ რამე დიდი საფრთხე კონდეს. რამე ესეთი ტერიტორია მინდა რომ დაუბომბო. მისთვის მნიშვნელოვანი. ასევე მალევე რომ მივიდეს.
წავიდეთ სხვა. აიცა, ეს კი გავიდა. გილოცად მიხვდა რომ ნახე მოგებული იყო რეალურად, იმიტომ რომ ფული თანაბრად ფაქტობრივად მოვაჭრე პარტნიორები არ ყავდა. იური ვაჭარი ფული ეშოვა და დამწეო და მე ბომბებიდან გავენადგურებინე. აქ სერიოზული ბადა მქონდა, უკვე იმდენი ტერიტორია და იმდენი ქალაქი მოვიპოვო, ნახეთ. 3 მილიონი მაქს ტრუპი მქონდა მე და ამას 2 მილიონი უბრალოდ დაველოდებოდი, 1-2-ს დავბომბავდი და წმინდა რაოდენობებით მოვუგებდი აქედან გამომდინარე, ნუ შეეძლო რომ ეხლა ხანი გაეწელა და რამე მე თუ რამე სისულელე გავაკეთე ან ყურადღება გამეფანტა ან ესე მოთმენის უნარი ვერ შევინარჩუნე, შანსი ქონდა რომ მოეგო, მაგრამ ნუ სხვა გზა არის. მოდი 80-მდე ავიდეთ, ბარემ სიმბოლურად, ეხლა კი მოვიგეთ, მაგრამ მაინც ასწორებს ოფიციალურად. აქ დინარი არის, ოკეი. აქ ნავი რო გავაგზავნე. დიდი ხანი დაველოდე რომ შემეტია. აქედან გამომდინარე გამომაგდო იმ ტერიტორიიდან, იმიტომ რომ მე პასუხი არ დაუბრუნე, დაახლოებით 5-10 წამი, იმიტომ რომ იმ ტიპს უტევდი და დამოვიზდა რომ აქ ტერიტორიების დაბრუნება შეეძლოთ. და უფრო მალევე შეგვეძლო რომ გაფართოებულიყავით აფრიკის ტერიტორიაზე, ზემოთ საუდის არაბეთში და მერე უკვე თურქეთის ტერიტორიაზე. მაგრამ არა უჩვენს. თურქეთი ზემო აქეთაა თურქეთი, რა. გავიგე ცოტა. აი, ცოტაც მოითმინეთ მეგობრებო. გავუშვათ ჩვენი ჯარისკაცები. მამაცი ჯარი. მიდი ერთ. რაიგარი. მადლობა ყველას, იმედია მოგეწონათ. ასევე იმედია რომ ეს ჩემი დაბრუნების ნიშანი იყო და გავაგზავნებ ეს ვიდეოების დადებას. Minecraft-ის პარალელურად, რა თქმა უნდა, და Minecraft-ს რომ მორჩები, უნდა გაგბურღოთ ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ ძალიან მომწონს რა მიმართულებითაც მიდის, ვიცი რომ 1000 ჯერ მაქვს რა თქმა უნდა, უკვე და 6 თვე მაგას ვიძახი, მაგრამ მართლა კმაყოფილი ვარ მოკლედ რა გეგმაც შევემუშავეთ და რა პროგრესიც გვაქვს სისტემური და ასე შემდეგ აიტემის. მადლობა ყველას. გთხოვთ გამოიწერეთ არხი თუ მოგეწონათ, დააკომენტარეთ რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ. ასევე დამიზუსტეთ რომ წაგებებიც რომ დავდო, ჩემს ეს უფრო საინტერესო იქნება, მაგრამ მაინც მითხარით თქვენი აზრი. ერთხელ უკვე კითხეთ, მაგრამ რავი, გამეორებაც ოდნისდადა არის. დალაიქეთ ვიდეო, ასევე ტესტი მინდა რომ ჩავატარო. ეხლა მე რო თქვა like the video. წესით ლაიქი უნდა, ანიმაცია უნდა ქონდეს, უნდა გააკეთოს. Like the video. Okay. მადლობა ყველას. ნახვამდის.